მუნი ტანის ყველაზე ხშირი ინფექცია ტილების მერე მეორე ადგილზეა და ყოველ წელს ასობით მილიონ ადამიანს ემართება. ბავშვებს განსაკუთრებით ყოველ მეათე ბავშვს ემართება ყოველ წელს. იწვევს ქავის და ამითაა ცნობილი და ისტორიული დაავადება იმდენად რომ იკონიკურია, რომ აი მუნიანი ვითი ფხანს ამბობენ აი მუნიანმა ხელი მოკიდა და რაღაც ფრთხილად იყავით და ესე. არის ბევრი მითი შექმნილი ამასთან დაკავშირებით და დღესაც რომ ამბობენ რომ აი სკოლებში მუნია, ადამიანები აღიქვავენ მძიმედ ძალიან. სინამდვილეში დღეს მუნი ეგეთი დიდი პრობლემა აღარ არის და ვიტყვით რატომ. იკურნება, რაც მთავარია და ვიტყვით ყველა დეტალს მუნის შესახებ, როგორ ვითარდება, როგორ გადადის, რას უნდა მოვერიდოთ, დიაგნოზირება როგორ ხდება, როგორ იკურნება და როგორი პროგნოზი აქვს. პირველი ის არის რომ მუნი ყველა მიცის იმით რომ ადამიანები იქავებენ მუდმივად, ვისაც მუნი აქვს, ძალიან იქავებათ, განსაკუთრებით დღამე და შეიძლება ისე ძალიან იქავებდეს რომ სისხლიდან დაეწყოს იქიდან. კანიდან ან სამარ დაისისხლიანებს იქავებს. ამიტომაც ძალიან ისეთი ცნობილია რა, რომ ძალიან შემაწუხებელი ქავილი იცის, რასაც შფოთვა მოყვება, დეპრესია ადამიანებში და მე სხვაებიც ერიდებიან, როცა იციან რომ ამას მუნი აქვს. სხვა ადამიანებიც ერიდებიან, თვითონაც დაზაფრულია და ეგ არის რეალურად დიდი პრობლემა. მუნს აქვს კიდე ერთი ისეთი თვისება, სანამ მუნის დიაგნოზი მოხდება, დიდი დრო არის ადამიანს რომ ემართება მუნის ინფექცია, იქიდან სიმპტომის გამოვლენამდე არის დიდი დრო. და როცა უკვე ამას სიმპტომი გამოვლენდება, მის გარშემო უკვე ყველას მუნი აქვს გადადებული. აი ეგ არის ხოლმე პრობლემა. ამიტომ არის რომ სკოლებში, ბაღებში და საერთო საცხოვრებელებში და ეს ადგილებში სადაც ადამიანს ახლო კონტაქტი უწევთ, მუნი დიდი პრობლემა. დაბალი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა პირდაპირ დაკავშირებულია მუნთან. იმ საზოგადოებებში, სადაც ხალხს უჭირს, მუნი უფრო ხშირია. ეს რაღაცნაირად მე ფიქრობ ასოცირებულია ხოლმე რომ მუნი დაკავშირებულია ჰიგიენასთან, არ არის სინამდვილეში ჰიგიენასთან დაკავშირებული კავშირში, მაგრამ არის კავშირში იმასთან რომ იმ საზოგადოებებში სადაც უჭირთ როგორც წესი განათლებაც ნაკლებია, არ იციან ამის შესახებ, ნაკლებადაა დაცული. ზოგადად ჯანდაცვის ნორმები და შესაბამისად ესეთ დაავადების გავრცელება უფრო მაღალია. გვიან ხდება დიაგნოსტირება, გვიან ხდება მკურნალობა და შესაბამისი ზომების მიღება არ ხდება. ამიტომ და არა იმიტომ რომ ვიღაცამ ხელები არ დაიბანა. მუნს იწვევს მუნის გამოწვევი ტკიპა. პატარა პარაზიტია მოკლედ, რომელსაც თვალით ვერ დაინახავ. არის 0.2 მილიმეტრი, ან ძალიან პატარა და შესაბამისად მიკროსკოპი გჭირდება რომ დაინახო. და მოძრაობს ძალიან ნელა. ცხოვრობს ადამიანის კანში, კანის პირველივე შრეში და თხრის პატარა გვირაბებს. ეს ახასიათებს. ანუ გადაღოღდება ერთი ადამიანიდან მეორეზე და იქ იწყებს მე ეს გვირაბების, ტუნელების გათხრას და იქ ცხოვრობს, იქ დადებს კვერცხებს, დღეში დებს 3 კვერცხს და რამდენიმე დღეში გამოჩეკს 3 პატარა თავისნაირ ტკიპას. ისინი სადაც 2 კვირაში უკვე ზრდასრული ტკიპები არიან და ისინი იწყებენ კვერცხების დებას ყოველ დღეს 3-ს და ასე მრავლდებიან. აი ეს არის რანაირადაც ცხოვრობს ეს ტკიპა. და ეს მუნის ტკიპა ვერ ცოცხლობს სხვა ადგილებში. რაღაც დროს ცოცხლობს, მაგრამ ადვილად კვდება. მაგალითად ეს მერხებზე, მაგიდაზე, სკამებზე, სახელურზე და ასე. განსაკუთრებით თუ ცოტა თბილა ოთახში, ამიტომ ადვილად კვდება. ამიტომ არა უფრო ეს შემოდგომა ზამთარში იწყება ხოლმე გარდამავალ პერიოდში, როცა უკვე აგრილდება. იწყება ხოლმე ეს მუნის ეპიდემიები და აი დაემართა ადამიანს. დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში არაფერი სიმპტომები არ აქვს, ანუ
მადლობა რომ დაინტერესდი. ამ ვიდეოს ვქნი უკვე 8 წელზე მეტია, კვლევებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის სამედიცინო ინფორმაციით. არხზე დღეს 1700-ზე მეტი ვიდეოა. თუ აქ მიღებული ცოდნა გეხმარება და გაქვს საშუალება, მხარი დაუჭირე არხს დონაციით. შენი მხარდაჭერით მეტ ადამიანს დაეხმარები იცხოვროს უკეთესი ჯანმრთელობით. ორგანიზმი ვერ ხვდება რომ ეს ტკიპა არის, ის ტკიპა ბურღავს მოკლედ, კანს არის თავისთვის. და დროთა განმავლობაში 2-დან 6 კვირა გრძელდება, ესე როცა ადამიანმა არ იცის რომ აქვს მუნი და ეს ტკიპა მრავლდება რა თქმა უნდა, სხვა ტკიპებიც ჩნდებიან და მე დროთა განმავლობაში ადამიანის ორგანიზმი ხვდება რომ რაღაცაშია საქმე და იწყებს ალერგიულ რეაქციას. და ეს ალერგიის მსგავსი დაგვიანებული რეაქცია, მაგრამ ალერგიის მსგავსია. და ადამიანს ეწყება ქავილი. ხო, ეს რატომ ეს ქავილი და ესენი რატომ აქვს და ეს ალერგიული რეაქცია ვითარდება აი კვერცხის, ტკიპის და ასევე ფეკალიების, იმ ფეკალიების ტოქსინებს გამოყავს. ეს აღიზიანებს მოკლედ კანს და ადამიანს ეწყება ძლიერი ქავილი. ეს ქავილი უფრო და უფრო ძლიერდება ღამე. ღამე რატო? იმიტომ რომ კანი თბება, კანი რო თბება სისხლძარღვები ფართოვდება და ტკიპა იწყებს მოძრაობას, ხდება აქტიური ღამე და ამიტომ არის რომ ღამე ძლიერი ქავილი ახასიათებს ადამიანს, შეიძლება დაისისხლიანოს კანი და კანზე ჩნდება რა? ბლისტერები, პატარა წითელი დაზიანებები, გამონაყარი და პატარა ხაზები. ხაზები, რომელიც ცოტა ტალღოვანია და აი ეს ხაზები ნიშნავს რომ ტკიპამ გათხარა გვირაბი. ან გვირაბებს ხედავთ გარედან რა. აი კანი რო ეს გვირაბი რო გათხარა, დაახლოებით ისე რომ ნემს ბავშვობაში ნემს რო გაიყრიდნენ ხოლმე კანში და მე გამოიღებთ ეს პატარა გვირაბები დარჩება. დაახლოებით ესე აკეთებს ეს ტკიპა. რა ადგილები უყარს ამ ტკიპას? ძირითადად სადაც კანი თხელია და ტკბილია. და ესეთი ადგილებია თითებს შორის, მაჯები, იდაყვების გარშემო, იღლის მიმდებარე ტერიტორია, წელი და სასქესო ორგანოების გარშემო გენიტალიები და დუნდულოებზე. აი ესენია სადაც ყველაზე ხშირად ადამიანებს ემართებათ მუნი. ბავშვებს სახეზე, ხელის გულებზე, ფეხის გულებზე და თავზე. ანუ ბავშვებს ემართებათ იმ ადგილებში, სადაც არ ემართებათ დიდებს. ეს არის განმასხვავებელი. რამდენიმე დღის მერე იმ ადგილებში, სადაც ადამიანი ძალიან იქავებდა, შედის ინფექცია და ეს ინფექცია არის უკვე მეორადი. ანუ ეს არ არის თვითონ მუნი, ეს არის უკვე ინფექცია ბაქტერიული და ეს ბაქტერიული ინფექცია ძირითადად სტაფილოკოკი, ოქროსფერი სტაფილოკოკი იწყებს გამრავლებას და შემდეგ ყვითელი ქერქები ვითარდება კანზე. ანუ კანზე უკვე ხედავ ყვითელ ქერქებს, რომელიც ეს უკვე ტკიპა კი არ არის, არამედ ეს არის გამოწვეული აი ამ სტაფილოკოკით, რომელიც არის ბაქტერია. ეხლა რა არის განსაკუთრებული მუნთან დაკავშირებით? ადამიანებს, რომელსაც აქვთ სუსტი იმუნიტეტი, ანუ აქვთ მაგალითად შიცი, HIV ინფექციის რთული სტადია მოკლედ, ამ ადამიანებს ვითარდებათ მუნის მძიმე ფორმა და ეს არის აი ეს უდევს რეალურად საფუძვლად, ეს მძიმე ფორმა უდევს საფუძვლად ის რომ ასე ამდენად დემონიზებულია მუნი. ეძახიან ქერქოვან მუნს ამას და რაშია საქმე? ამ დროს ადამიანში სახლობს მილიონობით, ანასი ათასობით, ან ზოგჯერ მილიონობით მუნის ტკიპა. და საკმარისია მცირე კონტაქტი ასეთ ადამიანთან რომ გადმოგედება. ანუ ესეთი ადამიანი უნდა იყოს იზოლირებული. თუ კი ზოგადად
როცა მუნი აქვს ადამიანს, იმის იზოლირება არ ხდება ცხოვრობს ჩვეულებრივ. რა თქმა უნდა, ახლო კონტაქტი უნდა მოერიდოს ადამიანთან, მაგრამ მისი იზოლირება სრულად არ ხდება. მაგრამ აი როცა ესეთი მუნი აქვს ადამიანს, ესეთი ქერქოვანი მუნი, ის ძალიან საშია და სპეციფიური პირობებია დაცული მასთან ურთიერთობის კლინიკაში. შედარებისთვის ჩვეულებრივ მუნით აქვს ადამიანს 10-15 ტკიპა ყავს რა, ჩვეულებრივ მუნზე 10-15 ეს მუნის ისა პატარა. და როცა აქ ეს ქერქოვანი მილიონობით, აი ამდენად დიდი განსხვავება. აი ამიტომ რომ საშიშია იმ ადამიანებში, ვისაც აქვს სუსტი იმუნიტეტი, იმიტომ რომ შემდეგ უკვე ექსპონენციალურად იზრდება ამ ტკიპების რაოდენობა. ახლა რა ხდება? დაემართა მუნი ადამიანს და ეს იქავებს. და როცა უკვე ეწყება ქავილი ამ ადამიანს, უკვე როგორც წესი ოჯახის წევრებს, კლასელებს გადაძდო მუნი. და ახლა მუნის გადადება როგორ ხდება? ხო, იმათ სხვებს გადადეს ეს ჯაჭვურად და ამიტომ ახლა რომ მუნმა იფეთქა. ამბობენ რომ ამ სკოლაში 6 ბავშვი არის მუნის დიაგნოზით და ეს. როგორ ხდება? გადადის შეხებისას და დიდი ხნის შეხებისას. ანუ კანი კანს უნდა შეეხოს და დიდი ხნით უნდა შეეხოს. ანუ ის ტკიპა დაღოღავს, ანუ ის არ დახტის, არ დაფრინავს ესე არა. ან დაღოღავს ცოტა ისა. ამიტომ ჭირდება დიდი ხნის შეხება. ხო, დიდი ხანი რა თქმა უნდა ის არის ვის არ დიდი ხანი, მიიჩნევა რომ 20 წუთი საკმარისია მოკლედ შეხებისთვის, რომ ეს ტკიპა გადავიდეს. და ეს შეხება ვის შორის ხდება? აი კლასელები რო ღლაბუცობენ ხოლმე ერთმანეთში, აი გაყოლა სკოლაში ყველაზე ხშირი მიზეზი ეგაა გადადების. ეს გონიათ ხოლმე ზოგს რომ მერხებიდან გადადის და სკამებიდან გადადის და არა, გადადის აი ერთმანეთს რო ეღლაბუცებიან ხოლმე და რო თამაშობენ და რო ჭიდაობენ და რაღაც მაგით გადადის. არ გადადის ხელის ჩამოსწონით. ნუ თეორიულად გადადის, დაბალი შანსია, მაგრამ ძალიან დაბალი შანსია რომ აი ეს უბრალოდ ხელი ჩამოართვა ადამიანს და ან უბრალოდ ჩაეხუტო და გადმოხდეს ეს ტკიპა შენთან, არა, ეგრე არ ხდება. ნუ თეორიულად ხდება, მაგრამ პრაქტიკულად ნულია მაგის ალბათობა, ძალიან იშვიათია მოკლედ. თუმცა შესაძლებელი. ხო, თეორიულად არ არის ნული, რა თქმა უნდა. რაღაც პროცენტი აქვს, მაგრამ ძალიან დაბალი. განსაკუთრებით საუბარია ნუ ჩვეულებრივ ხა 1 ან 2-დან 5 ან 10 როცა ყავს, იშვიათია რომ პირდაპირ შემოგახდეს შენ მაინც ძალიან არ უნდა გაგიმართლო. შესაბამისად ეგ არა. ოჯახის წევრებს შორის რა თქმა უნდა ადვილად გადადის. ადამიანები რომლებიც იზიარებენ საწოლ ან ინტიმური ურთიერთობა აქვს ამას შორის, ანუ ოჯახის წევრებს შორის და ახლო ადამიანებს შორის მოკლედ ადვილად გადადის ადამიანები რომელთა კანი და კანი დიდხანს ეხება ერთმანეთს. მშობლები და შვილების კონტაქტისას ხშირად გადადის, როცა ბავშვი უვლის დედა ამ პირიქით ბავშვს აქ დედასაც შეიძლება გადავიდეს და ესეთ შემთხვევაში მოკლედ ადვილად გადადის ბავშვთან ფიზიკური ახლო კონტაქტი, ვისაც განსაკუთრებით თუ პირდაპირ კანი კანს ეხება, რა თქმა უნდა, მაგ დროს. ხო, ეს ტკიპა მოძრაობს ნელა. ანუ არ უნდა იფიქრო რომ რაღაც შეუძლია რომ რაღაც ქარა იმოძრაოს და ესე არა, დაახლოებით შეუძლია რომ წუთში გაიაროს 2 სანტიმეტრამდე დაახლოებით. შესაბამისად ძალიან ნელა იმაშრება და მე უნდა მოეკიდოს, მე უნდა გაბურღოს და ესე და მაგალითად ხელის ჩამოსწმებისას, ხელის დაბანისას რომც გადაედო შეიძლება უცებ ჩამოვარდეს ის და მოკვდეს. შესაბამისად იშვიათია ჯერ ძალიან ხელის ჩამოსწმებით, მაგრამ ხელის დაბანვა რა თქმა უნდა კიდე ცალკე მნიშვნელოვანია. შეიძლება, მაგრამ იშვიათია ასევე პირსახოცებით, ტანსაცმლით და საწყლით გადასვლა, მაგრამ შესაძლებელია. ძირითადად ეგ არის 2 დღე. 2 დღე უნდა დაიმახსოვროთ, ანუ ტანსაცმელი და რაღაცეებით 2 დღის მერე ძალიან დაბალი ალბათობა რომ გადავიდეს, ანუ ისე არ არის რომ რაღაც ძალიან ისე რომ უყურებენ რომ მე მთელ სახლში ყველაფერი უნდა იმასქნა დარეცხო და რაღაცა, ანუ უნდა დარეცხო მკურნალობის მერე ის რაც ამ ადამიანს ეცვა და მაინც ძალიან ახლო კონტაქტი, რასაც ბოლო 3 დღის განმავლობაში ქონდა სამ მკურნალობას დაიწყებდი. თუ არა და 3 დღეზე მეტი თუა გასული, მაშინ მოკვდება ისედაც ის მუნის ტკიპა, ანუ ვერ ცოცხლობს კარგად ეგ
და ჯერ ისე ძალიან დაბალია ალბათ რომ ტანსაცმლით გადავიდეს, მაგრამ შესაძლებელია და ეხა თუ 3 დღეზე მეტია გასული კიდე ეგ პრობლემა აღარ არის, ამიტომ რაღაცა აი ესეთი შესაძლებლობები ამ ტიპას არ აქვს, უფრო მეტი ეს მითებია, ვინდე ის რომ რაღაც თუმცა სიფრთხილე რა თქმა უნდა არის საჭირო. ცხოველებიდან არ გადადის, ან ცხოველებს რომ რაღაც თავისი რწყილები ყავთ და ტკიპები ყავთ და რაღაცები, ეგ არის ცხოველების, ანუ ეგ ადამიანზე შეიძლება გადმოვიდეს რა თქმა უნდა, მაგრამ ვერ ძლებს დიდხანს ადამიანზე. და იმიტომ რომ ის არის იმ ცხოველის და ადამიანის ეს მუნის ტკიპა მუნის არის. რაც შეეხება აი ამ ქერქოვან მუნს, რომელიც დროსაც ძალიან ბევრი ტკიპა შეიძლება ყავდეს ადამიანს, ზოგჯერ ეძახიან ნორვეგიულ მუნს. ეგ ნამდვილად ძალიან საშიშია და ყურადსაღებია და ოდნავი კონტაქტიც კი იმ ადამიანთან ძალიან საშიშია, იმიტომ რომ უცებ გადმოგდებს მუნს. იმიტომ რომ მილიონობით ყავს იმას და ამიტომ ეგ ძალიან საშიშია, მაგრამ აი ჩვეულებრივს იქ ექიმებისთვისაც ძალიან საშიშია და ყველასთვის, მაგრამ და ყურადღება საჭირო, მაგრამ აი თუ საუბარია იმაზე რომ ჩვეულებრივი მუნი რაც ეხა ჩვენ სკოლებში აქ ქართულ სკოლებში ეგ საშიში არ არის როგორც წესი. როგორ ხდება დიაგნოსტირება? დიაგნოსტირება ხდება ერთი რომ აიღებენ ხოლმე აფხეკავენ, ანუ ანაფხეკ გააკეთებენ ტანიდან იმ ადგილასაც ხედავენ აი გვირაბს, რომელიც გათხარა ტკიპა და დათვალიერება ხდება იმისი მიკროსკოპის ქვეშ. ან თვითონ ტკიპა შეიძლება დაინახო, ან კვერცხი დაინახო, ან მისი ფეკალიები, ეგ ნიშნავს რომ დიაგნოზი დასმულია. დერმოსკოპით ის გამადიდებელი ხელსაწყო კანფლით სათვალიერებენ, მაგითაც შესაძლებელია. ეს არის ყველაზე საიმედო და მთავარი რითიც ხდება დიაგნოსტირება. მეორენაირად შეიძლება არ ქონდეს ეს მიკროსკოპები და რაღაცები, დიაგნოსტირებისთვის რა არის საჭირო? 3 კრიტერიუმია, ამ 3-დან 2 თუ აკმაყოფილებს, ესე იგი მუნი აქვს. პირველი არის ინტენსიური ქავილი ღამით. პირველი კრიტერიუმი, ინტენსიური ქავილი თუ აქვს ღამით. მეორე არის თუ აქვს ტიპიური კანზე გამონაყარი, აი ეს გვირაბები და პაპულები. ან დაწითლებული გამოპერილობები, მოკლედ გამონაყარი, რომელიც კლასიკურ ადგილებში კანისთვის თითებს შორის მაგალითად, ან მაგალითად იდაყვებზე, ან მაჯებზე, ან გენიტალიებთან, ასევე შესაძლოა მკერდზე. ანუ ერთი არის რომ ქავილი უნდა ქონდეს ღამე, მეორე არის რომ ეს გამონაყარი უნდა ქონდეს, მესამე ისტორია თუ აქ ან თუ იხსენებს რომ აი ვიღაცასთან ქონდა კავშირი, ვისაც ქონდა მუნი. ან ძალიან იქავებდა. ეგეც. ანუ ამ 3 კრიტერიუმიდან 2 თუ აკმაყოფილებს, ძალიან მაღალი ალბათობით ეს არის მუნი. და აქვე არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ შეიძლება ადამიანს არ ქონდეს არ იცოდეს რომ მუნი აქვს, არ ქონდეს ესეთი ხილული გამონაყარი და არ ჩანდეს კარგად განსაკუთრებით ოჯახებში, განსაკუთრებით კლასებთან თუ ძალიან ახლო კონტაქტი ქონდა, მაღალი ალბათობით შეიძლება და თუ ქავილი აქვს ადამიანს და ან იცის რომ მუნიანთან ქონდა ახლო კონტაქტი, რეკომენდირებულია მკურნალობა. რეკომენდირებულია ოჯახის წევრების მკურნალობა, ანუ ერთ თუ აქვს ოჯახში მუნი, ყველამ ერთდროულად უნდა იმკურნალოს. ეგ არის მნიშვნელოვანი ძალიან. და ახლა კაი ამბავი ის არის რომ განკურნებადია სრულად მუნი 100% პრაქტიკულად. ოღონდ არ უნდა დარჩეს რომ მაგალითად არის ოჯახი და ოჯახში ერთმა თუ იმკურნალა, მერე მეორე იმკურნალა, მერე მესამე იმკურნალა, აი ესე წრეზე შეიძლება იაროს, ან ჯერ იმას ქონდა, მერე იმას გადადა, იმას და მერე ისევ დაბრუნდეს იმასთან, ვინც იმკურნალა. ესე არ უნდა იმკურნალონ ოჯახის წევრებმა. ოჯახის წევრებმა უნდა იმკურნალონ ერთდროულად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მუნის გადაცემის ციკლი, ჯაჭვი შეაჩერონ. ეგ არის ყველაზე მთავარი. ეხლა მკურნალობა არის რეალურად ძალიან მარტივი. გვაქვს ტოპიკური ადგილობრივი კრემი, პერმენტინის კრემი არის 5%-იანი, რომელიც
არალიზებას უკეთებს ამ იმებს მუნის ტკიპას და კვდება მერე და კვერცხებიც კვდება. ეხლა რაშია საქმე? ადამიანმა უნდა წაისვას ეს კისრიდან ქვევით თლიანად მთელი სხეულზე ეს კრემი, აი ძალიან მნიშვნელოვანი. და განსაკუთრებით ფრჩხილების ქვეშ, იმიტომ რომ მოკავილისაც შეიძლება აიკრა ისიც და აუცილებელია ხელებზე და ფრჩხილების ქვეშ კარგად წასმა და 8-14 საათი უნდა გაიჩერო. და შემდეგ უნდა ჩამოიბანო მთლიანად. 7 დღის მერე უნდა გაიმეორო იგივე. აი ეგ არის რაც უნდა გაკეთდეს. ბავშვების შემთხვევაში თავზეც ისმევა ეს საფეთქლებთან და შუბლზე. იმიტომ რომ სახელზეც იცის ხოლმე მუნმა ეს ბავშვების შემთხვევაში და ამიტომ მკურნალობა ხდება სახელზეც და თავზე, სკალპზე. 7 დღის მერე ვიმეორებთ იგივეს ერთხელ. და ანუ ეს ორი სესია, ორი გამოყენება ერთი კვირის გამოტოვებით რეალურად პრაქტიკულად 100% მკურნალობა. იმ შემთხვევაში, როცა მუნი არის გავრცელებული ძალიან ფართოდ, თქვა ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ესე, ეგეთ დროს გამოიყენებენ ხოლმე ივერმექტინის ტაბლეტებს, ეგეც ეფექტურია, ძალიან ეფექტურია და ძლიერია მეტად. და განსაკუთრებით არის ფულ შემთხვევებში ქერქოვანი მუნის დროს გამოიყენებენ ხოლმე. და ეს ივერმექტინი გამოიყენება 200 მიკროგრამი ყოველ კილოგრამზე. ნუ 60 კილოიანი თუ ადამიანი დაახლოებით 12 მილიგრამი გამოდის ისა. ეს ივერმექტინი ერთხელ მიიღება და 7-დან 14 დღის მერე კიდე ხელმეორედ როცა გამოიჩეკებიან ის ახალი ისინი რა ქვია ტკიპები. ახლა რაც შეეხება თუ რთულია ეს ქერქოვანი მუნი თუ აქ ადამიანს ეს ათასობით მუნის ტკიპად უყავს, მაშინ ასევე გამოიყენება ეს ივერმექტინი ორალური ტაბლეტები მოკლედ პირველ დღეს, მეორე დღეს, მერვე დღეს, მე-9 დღეს და მე-15 დღეს. ესეთი იმებით გამოიყენება, რომ მოკლედ ყველა თაობა მოკლა რა მაგისთვის. ივერმექტინის აქ თითქმის 95% ეფექტურობა, ძალიან მაღალი ეფექტურობა აქვს მოკლედ. ხო, მაშინ რაც იმკურნალებ, ქავილი დაახლოებით 2-4 კვირა გრძელდება, იმიტომ რომ ეს მკვდარი ტკიპები და მისი დატოვებული ტოქსინები და ცილები მაინც აღიზიანებენ კანს და ეგ იწვევს მაინც ქავილს, ეგ არ ნიშნავს რომ არ განიკურნა ადამიანი, მაგრამ ქავილი მაინც რჩება მოკლედ. ამისთვის შესაძლებელია ანტიჰისტამინების მიღება, ცეტირიზინი ან ლორატადინი ერთხელ დღეში ქავილისთვის, კანის დამატენიანებელი და მსუბუქი სტეროიდები, ჰიდროკორტიზონი მაგალითად 1%-იანი კანის დასამშვიდებლად, თუ კი ის გაწითლებული აქვს და ეს ალერგიული ის თუ აქვს და კარგია რომ არ მოიქაოს ადამიანმა, რადგან ერთი რომ ახალ ინფექციებს ხელს უშლით, თუ არ მოიქავებ, აღარ ავრცელებ მერე იმას. და მეორე არის კიდე რომ კანს არ აზიანებ, ამიტომ კაია, აუცილებელია რომ ახლო კონტაქტები ყველა იქნას დამკურნალები ერთდროულად, ოჯახის წევრები მაგალითად, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ იყოს ერთდროულად. რადგან ინკუბაციურ პერიოდშიც უკვე ადამიანი გადადებიან, თუ ადამიანს არ აქვს სიმპტომები, მაინც შეიძლება გადამდები იყოს. ეხლა სახლში ყველა ის რაც მოიხმარდა ეს ადამიანი, ესეთი მის ტანსაცმელი, პირსახოცები, რომელიც გამოიყენა ბოლო 3 დღის განმავლობაში და საწოლის ისინი თეთრეული, რომელშიც იწვა ეს ბოლო 3 დღე უნდა იყოს გარეცხილი 50 გრადუსზე და მე უნდა გააშრო. ეგ არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება თუ კი არის რაღაცები, რასაც იყენებდა, მაგრამ ვერ გარეცხავ, ზოგი სათამაშო და რაღაცები რა. თუ ეგეთი არის, ან ტანსაცმელები უბრალოდ შეიძლება რომ იზოლირებულად პარკში ჩაყარო და 3 დღე გააჩერო, 72 საათი. მერე შეიძლება გამოიყენო, ანუ მერე 3 დღის მერე პრაქტიკულად ნულია იმის შანსი, რომ ტანსაცმელიდან გადაედოს ადამიანს. ამიტომ ეგ მერე დიდი პრობლემა არ არის. პროგნოზი აქვს ბრწყინვალე, მუნს იკურნება სრულად და არაფერი ის არ არის. მეორედ შეიძლება რომ დაემართოს ადამიანს, მესამედაც და ამ შემდეგ, მაგრამ ინკუბაციური პერიოდი იქნება ნაკლები, 1-4 დღე დაახლოებით. თუ არ უმკურნალე რა მოხდება? თუ არ უმკურნალე გაგრძელდება თხრეობით, წყლობით მუნი და ეს არის ზუსტად რაც
ადრე იცოდნენ ადამიანმა მუნი რატო იყო საში ვერ კურნავდნენ და იმიტომ. და იყო ძალიან გადამდები, გრძელდება ძალიან დიდ ხანს და იყო პრობლემა, ბოლოს აზიანებს მე თირკმელებს. ბაქტერიული ინფექციები ვითარდება კანზე, კანი ზიანდება მერე და თირკმლებს ანთება ვითარდება მერე თირკმლების დაზიანება ტროპიკულ ქვეყნებში და მერე ცუდადაა საქმე. აი ამიტოა მუნი ესეთი პრობლემური დაავადება. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა ცოდნა ძალა, ამიტომ შეგიძლიათ რომ ცოდნა გამოიყენოთ და მოემზადოთ და აი თუნდაც ის რომ ის რაღაც ძალიან შიში რო აქვს და რაღაც ეგ არის სწორი, უბრალოდ უნდა იცოდე, მომზადებული უნდა დახვდე, უნდა იცოდე რომ ეს ახლო კონტაქტი არ უნდა გქონდეს ადამიანთან, განსაკუთრებით როცა მუნის პერიოდია, განსაკუთრებით როცა ყოველ წელს ხდება ხოლმე ესე. ახლა განსაკუთრებული არაფერი არ ხდება, ანუ მიუხედავად იმისა რომ მე არ ვამბობ რომ რამე მომზადებული იყო და ვინმე კარგად მოემზადა, არა. აი ეს ბუნებრივად რაც ხდება ხოლმე ეს მოხდა ეხლაც, არაფერი. შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მომზადებულები. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.